მას შემდეგ, რაც ნინო სახელაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ 6 აგვისტოს 2 საათზე გამოაცხადოს მზია ამაღლობელის განაჩენი, რასაც უკვე ბუნებრივია მოყვა შეფასებები და თქვეს, რომ ესეც წამების ერთ-ერთი ფორმა, რადგან ქალ პატიმარს ამ ხელა გზაზე ატარებენ და დღეს თავისუფლად შეეძლო სახელაშვილს განაჩენის გამოცხადება, რადგან მხოლოდ მზიას სიტყვა მოისმინა, თუმცა ეს არ გაკეთა, მიიღეს ამ ადამიანებმა გადაწყვეტილება, რომ საპროტესტო შეძახილებით, ბანერებით მოევლონ ბათუმის ქუჩები, ბუნებრივია პირველი გაჩერება იყო ბათუმელების ოფისი, შემდეგ რამდენიმე ქუჩა და ეხლა თქვენ კადრში ჩემს უკან ხედავთ საკონსტიტუციო სასამართლოს და აჭარის მთავრობის სახლს, სადაც აქციის მონაწილეები ისევ იმყოფებიან, აქ არიან სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების მქონე ადამიანები, სამოქალაქო აქტივისტები, ჟურნალისტები, ადამიანები, რომლებიც ამ ყველაფერს აპროტესტებენ ბუნებრივია და მათგან დავიწყებთ, რა თქმა უნდა, უკაცრავად პირდაპირ ეთერში ვართ, ბატონ ლაშა, თქვენი შეფასება იმ ყველაფერზე, რასაც ჩვენ ვუყურებდით და დღევანდელ პროცესთან დაკავშირებით რისი თქმა შეგიძლიათ, რატომ გადადო განაჩენის გამოცხადება? ვერ გეტყვით, ეხლა ლოგიკურად დღეს უნდა მიიღო გადაწყვეტილება, მაგრამ ამათი თვისება, გაწვალება, წამება, დაჩაგვრა, შესაბამისად პირველი რაც შეიძლება იფიქრო, რომ ახანგრძლივებენ აი ამ წამების, წვალების პროცესს, მაგრამ მეორე მხრივ რაციონალურად თუ შეხედავ, არ არის გამორიცხული, შეიძლება ცდილობენ ვიღაცებს გადაათქმევინონ ის აზრი, შეაცვლონ უბრალოდ ის აზრი, რომელიც აქვს. მაგრამ ვერ ხვდებიან როგორ ადამიანებთან აქვს საქმე, იმიტომ რომ ესეთი ადამიანები, როგორც ზია, ასე მარტივად არ იცვლიან თავიანთ შეხედულებებს და შესაბამისად მე მგონია უაზრობა იყო ისაც გააკეთეს და ჯობდა დროზე თქვათ ამ ხალხისთვის განაჩენი. მადლობა. თამარ რუხაძეც ბუნებრივია აქა, თამარ ვნახეთ ჩვენ საპროტესტო მარშიც, ჯერ ბათუმელების ოფისთან, ეხლა საკონსტიტუციო სასამართლოსთან. როგორია შენი შეფასება იმაზე, რასაც დღეს ვუყურებდით და როგორ ფიქრობ, რატომ გააგრძელა მზიეს წამება სახელაშვილო? ძალიან რთულია. მე არ ვიცი, მე პასუხი არ მაქვს. რატო გადაიდო დღევანდელი სხდომა? სხდომაც აღარ ქვია ამას, რატო გადადო მოსამართლემ განაჩენის გამოცხადება, იმიტომ რომ დღეს მას აფერი აღარ ქონდა დარჩენილი, გარდა იმისა, რომ სარეზოლუციო ნაწილი უნდა გამოეცხადებინა და მართლა არ ვიცი, რას ემსახურება ადამიანის ამხელა გზაზე ასე ორ დღეში ერთხელ ტარება, რაც ასე რომ გადავხედოთ ამ თვეების განმავლობაში, რამდენ საათს ატარებდა მზია გზაში და რა ძნელი იყო ეს დარწმუნებული ვარ მისთვის. არ ვიცი, მე მგონი ვერც ჭამს ამ ხნის განმავლობაში, ყველა ვხედავთ, რომ ფეხზე იდგა საათობით და ბოლო პროცესზე განსაკუთრებით 10 საათის განმავლობაში, მართლა არ ვიცი მე რას ემსახურება და იმედის გაჩენაც ძალიან მაშინებს, რო არ მოგატყუოთ, ძალიან მაშინებს იმედის გაჩენა, რომ ხო არ გვეთამაშებიან, რომ ასე ყველა გადადებაზე გაგვიჩნდეს იმედი, რომ იქნებ, იმიტომ გადადეს, რომ იქნებ რაღაც იცვლება. მე არ ვიცი, მე ერთი რამ ვიცი მხოლოდ, რომ ეს სოლიდარობა მარტო ჩვენთვის არა, მზიასთვისაც არის ძალიან მნიშვნელოვანი და ერთი რამ ვიცი ასევე, რომ მე არ ვიცი, რაც არ უნდა გამოაცხადოს ნინო სახელაშვილმა 6 აგვისტოს. მზიამ დღეს გითხრა ძალიან დიდი რამ, რომ ის თავს გრძნობს გამარჯვებულად და ამიტომ ჩვენც უნდა გვჯეროდეს და ჩვენც უნდა ვიცოდეთ, რომ მზია ამ ბრძოლაში არის გამარჯვებული. მადლობა. როგორც გითხარით, აქ არიან პოლიტიკოსებიც, უკაცრავად პირდაპირ ეთერში ვართ, უნდა შეგაწყვეტნოთ, როგორც გითხარით, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების მიუხედავად დღეს ძალიან ბევრი ადამიანი ჩამოვიდა და იმყოფება ეხლა საკონსტიტუციო სასამართლოსთან. თქვენი შეფასება იმაზე, რაც დღეს ყველამ ერთად მაქვს? დღეს გადაავადა მურუსეთის სასამართლო მზია ამაღლობელის პროცესის ფინალი და გადაწყვეტილების გამოცხადება მარტივი მიზეზით, იმიტომ რომ იქ იყვნენ გაბრაზებული მოქალაქეები, ამიტომ 6 აგვისტოსაც გაბრაზებული პატრიოტი მოქალაქეები უნდა შევიკრიბოთ ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან და ის ტანჯვა, რასაც ახორციელებენ მზია ამაღლობელის წინააღმდეგ 40 გრადუს სიცხეში რუსთავიდან ყოველდღე
ჩამოყვანა და ეტაპირება ბათუმში, შემდეგ უკან დაბრუნება, ეს არის სისტემის სახე, რომელიც ჩაგრავს ქალს. და მეორე მხარეს ჩვენ ხედავთ ზულუქუნა ვიღაც ახალგაზრდა ბიჭს, რომელიც ამბობს, რომ თურმე ლოყა აუწითდა და ეტკინა. და ჩვენ ხედავთ მოქალაქეს, ქალს, მზია ამაღლებას, რომელიც ყველა ხელისუფლების ოპოზიციაში იყო, ყველა ხელისუფლებას აკრიტიკებდა და ის აგრძელებს ბრძოლას სიტყვის თავისუფლების და იმ ღირსებისთვის, რომელიც მას ქართულმა ოცნებამ, ივანიშვილმა და ირაკლი დგებუაძემ შეუახლა. მადლობა სოფო ჯაფარიძისაც ხედავ მე ბოდიშ გიხდით პირდაპირ ეთერში ვართ უნდა შეგაწყოთ საუბარი თქვენი შეფასებაც საინტერესოა დღეს ვნახეთ სისტემა როგორ აწვალებს დანაშაულოდ დაკავებულ ქალ პატიმას როგორია თქვენი შეფასება იმ ყველაფერზე რაც ყველა უნდა მოგესალმებით ნატო მივესალმები მაყურებელს პირველ რიგში მინდა ვთქვა რომ 6 აგვისტო როდესაც იქნება დღე მზიას განაჩენის დღე ეს არ იქნება მზიას განაჩენი ეს იქნება ქართული ოცნების რეჟიმის უმძიმესი განაჩენი მზია უკვე არის გაუტეხელობის უშიშრობის და ყველაზე დიდი სიმტკიცის სიმბოლო და მზია არის ქალი რომელმაც დააპატიმრა სისტემა დააპატიმრა მისი აი სწორედ ამ უშიშრობით მისი სიმართლით და მისი ღირსებით შესაბამისად ბრძოლა გაგრძელდება იქამდე სანამ რეჟიმის პატიმრები არ იქნებიან თავისუფლები და სანამ ჩვენი ქვეყანა არ იქნება თავისუფალი მოლოდინს რაც შეეხება რა მოლოდინი უნდა გქონდეს ხელისუფლებისგან ეგრეთ წოდებული ხელისუფლებისგან რომელიც არის დიქტატორი რომელიც ასრულებს ერთი კაცის პუტინის დავალებას მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი არ შევეგუებით უკან როგორც მზია არ შეეგუა როგორც მზიამ უკან არ დაიხია როგორც მზია ვერ გატეხეს და ვერ გააჩუბეს აი ასე ვიდგებით მათ გვერდით ჩვენ ბოლომდე და ჩვენი ქვეყნის გვერდით აუცილებლად ბრძოლა იქნება ბოლომდე და ბრძოლა იქნება გამარჯვებამდე მადლობა როგორც გითხარით და კადრშიც ხედავთ ისე მიმდინარეობს საპროტესტო აქცია აჭარის მთავრობის სახლთან რაც შეეხება სასამართლო პროცესს დღეს პრინციპში მხოლოდ მზიას სიტყვა მოვისმინეთ ვისაც შესაძლებლობა ჰქონდა საკმაოდ ემოციური იყო მზია ამაღლობლის მიმართვა სასამართლოსთვის მან მოსამართლეს მოუწოდა რომ არ გაითვალისწინოს მისი შუახნის ასე კი არ გაითვალისწინოს მისი ჯანმრთელობის ძალიან მძიმე მდგომარეობა თუმცა მოსამართლე სახელაშვილის დიდი ხანია მიუხედავად ბევრი მტკიცებულებისა არ გაუთვალისწინებდა და მიიღოს ის გადაწყვეტილება რომელსაც მისი პროფესიული სინდისი უკარნახებს თუმცა თქვა ყველაზე მთავარი მზია ამაღლობელმა რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს მოსამართლე სახელაშვილმა მზიას თქმით ის თავს მაინც გამარჯვებულად თვის დამაბრალეს 1000 სიგიჟე. არ გეგონოთ ამას უბრალო ადამიანები მაბრალებენ, ისინი მაღალ თანამდებობაზე არიან. განსაკუთრებით აქტიურობს ქართული ოცნების პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე. ამიტომ მინდა მას მივმართო. პოლიციელის ღირსების შელახვას deep state-ი არ სჭირდება, თვითონ იქცევიან ასე. პოლიციის ღირსება მაშინ შეილახა, როცა არ გამოიძიეთ ისეთი საქმეები, როგორიცაა გურამ როგავასი, მაკა ჩიხლაძესი, ალექსანდრე ქეშელაშვილის, გიორგი შეწირულის. რასაც მათ უკეთებენ ესაა თავდასხმა. თავპირი დაულეწეთ ახალგაზრდებს და არც ეს საქმეები გამოიძიეთ. ამიტომაც ძალიან მიჭირს და არაფერს ვამბობ იმ ღირსების შემლახვალ ქმედებაზე, რაც პოლიციამ ჩაიდინა. ქალბატონო მოსამართლე, ამის კადრები არ მაქვს, ამიტომ კადრად წარმოიდგინეთ ის, რასაც მოგიყვებით. შვიდ გარემოში მოულოდნელად ჩნდება პოლიცია, მაქცევ შუაში და ძირს ვეცემი გადამთელავენ. ახლა მეორე ეპიზოდი წარმოიდგინეთ. ეს სილის გაწვნის შემდეგი ეტაპია. ფეხშიშველი შეურაცხყოფილი პოლიციის განყოფილებაში ვზივარ. ხმაურით და გინებით ოთახში მოიწევს პირი. ძალიან ცუდია, რომ ვერ დავიმახსოვრე მათი სახელი, ვინც ამას ამარიდა. მადლობა ეკუთვნით მათ. ეს შემოვარდნები და გინებები სამჯერ გამეორდა. ყოველი შემდეგი შემოვარდნა იმაზე უარესი იყო, ვიდრე წინა. ბოლო შემოვარდნაზე სახეში შემაფურთხა. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ მეტყოდნენ ჩაიფსას, არ გაიყვანოთ. ეს პირი დაზარალებული ირაკლი დგებუაძეა. იქ სადაც 7 თვე ავიმყოფები საპროცესო შეთანხმება გამოსავალია. ჩემს საკანში ისმის ბავშვის ხმა დედა მენატრები. როცა გავიგე რომ მისი ოჯახი საპროცესო შეთანხმებაზე საუბრობდა გამიხარდა. ჩემთვის პირიქითაა, შემოთავაზებაც კი სიკვდილივითაა. ადვოკატებმა უკვე თქვეს რომ არადა ვერ მოვაწერ ხელს. იმ მარტივი მიზეზის გამო რომ რაც მოხდა არ იყო თავდასხმა და სილის გაწვნის თავდასხმად წარმოჩენა და შებუთვა ბოროტებაა. 7 თვეა ამაზე ვფიქრობ. ჩემი დაკავებიდან პირველივე დღიდან ამ სასამართლოს ხდომათა დარბაზში მკაფიოდ დამიფიქსირებია და ახლაც ვიმეორებ. პასუხისმგებლობას არ გავურბივარ განსხვავებით დგებუაძისგან. მგონია რომ კანონში წერია სილის გაწვნის ადეკვატური მუხლი.
მახსოვს პროკურორმა სხდომაზე კითხვა დამისვა. ჩვენს კვალიფიკაციას თუ არ ეთანხმები, რომელი მუხლი შეგეფერებაო. ეს საქმე ამ დრომდე მოიტანა გამოძიებამ. ჩემი აზრი არ უკითხავთ. მიუკერძოებლად რომ ჩაეტარებინათ გამოძიება და დგებუაძის ინტერესები არ გაეტარებინათ, ეს საქმე სასამართლოში ასე არ შემოვიდოდა. სისხლით დავიჯერო, საჯაროდ მომცა 4-დან 7 წლამდე. პროკურატურაც მის სამსახურში ჩადგა. ახლა სასამართლომ უნდა იმსჯელოს იმაზე, რა სასჯელი მელის. ოღონდ ერთი რამ გარდაუვალია. ეს მხოლოდ ჩემი სასჯელი არ იქნება. ეს იქნება თქვენი სასჯელიც, ბატონო პროკურორო და ყველა იმ პირის, ვინც ჩართული იყო. ეს იყო მზია ამაღლობელის სიტყვიდან საკმაოდ მცირე ფრაგმენტი. დღეს დღევანდელ სხდომას ესწრებოდა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. აღსანიშნავია, რომ დღევანდელ სხდომაზე დასასწრებად არქიმანდრიტი თედორ ჩამოვიდა, რომელსაც სამწუხაროდ არ მიეცა მიუხედავად სურვილს სხდომაზე დასწრების საშუალება გამომდინარე იქიდან, რომ დარბაზში ადგილები არ იყო. ზურაბიშვილმა თქვა, რომ მოლოდინებისზე და პროგნოზებზე კომენტარის გაკეთება არ უნდა, რაც შეეხება სასულიერო პირს, მან თქვა, რომ ეს არ არის საპატრიარქოს გადაწყვეტილებით არ ჩამოსულა ის, თუმცა მან თავი ვალდებულად ჩათვალა, რომ იყოს იქ, სადაც დღეს თავისუფალ სიტყვას იცა. არა მაქვს მოლოდინი, ერთხელ სამუდამოდ ვთქვი უკვე, რომ მე პროგნოზებს არ ვაკეთებ, ძალიან მძიმე დღე არის, კიდევ ამ საზოგადოებას რაღაცნაირად დაცინიან ამ გაგრძელებით, მზიას ძალიან მძიმე პირობებში აყენებენ ეს წასვლა-წამოსვლა, რაც ძალიან რთული არის და რთული არის ცხადია ფსიქოლოგიურად, როცა ელოდები, რომ დღეს იქნება განაჩენი და კიდევ გადაიდო, როცა სრულად საკმარისი დრო იყო იმისთვის, რომ შეესწავლა, რაც საჭირო იყო, ბოლომდე შაბათკვირა იყო და რა საჭირო არის კიდევ გადადება. ფაქტი არის, რომ ეს არის არასაჭირო შეურაცხყოფა კიდევ, არასაჭირო სამართლობა, არასაჭირო ადამიანის ტანჯვა. მზია ამაღლობელი არ არის მარტო მზია ამაღლობელი. და ის დღეს წარმოადგენს ყველა ქართველ თავისუფალ ქალბატონს და საქართველოსთვის მებრძოლს, ამიტომ ჩემი თანადგომა ეკლესია თითოეული ადამიანია, თითოეული იერარქია და ყველამ უნდა გამოხატოს თავისი პოზიცია და მე ჩემსაც გამოხატავ და ეს სხვაზე ვერაფერს ვერ გეტყვით. როგორც შენს დასაწყისში უთხარი მაყურებელს მარიამ ზიას საქმეზე გადაწყვეტილებას მოსამართლე ნინო სახელაშვილი ადამიანი, რომელიც მას შემდეგ რაც ზიას საქმე ჩაიბარა მიუხედავად იმისა, რომ მას არ ჰქონდა სისხლის სამართლის საქმის კვალიფიკაცია შესაბამისი გამოცდებით ჩაბარებული უვადო მოსამართლედ დანიშნა ქართულმა ოცნებამ, ის 6 აგვისტოს 2 საათზე გამოაცხადებს განაჩენს და რამდენადაც გვაქვს ინფორმაცია განაჩენის გამოცხადებას თავად მზია ამაღლობელის დაესწრება.